ჩემს ბავშვობაში ეშინოდათ ფსიქოლოგების. აბა ჩემის ტოლაკაცებს ეგონათ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ბოსტანში თოხისა და ბარის ქნევით რჩებოდა და საკუთარ თავს თვითონვე უშველიდნენ. ვინმე თუ ფსიქოლოგიდან გადაწყვეტდა მისვლას, უეჭველად გიჟი იყო და ჩვენ ფსიქოლოგები ამ გიჟების ექიმება უარესად გიჟები ვიყავით. მახსოვს ერთხელ ჩემი ახლობლის შვილს პრობლემა ჰქონდა. აშკარად ფსიქოლოგთან სჭირდებოდა ვიზიტი. მაშინ არც ფსიქოლოგი არ ვიყავი და არც ვიცოდი იმ საზოგადოებაში, სადაც ფსიქოლოგი აბუდადებული თემა იყო. როგორ უნდა მე, რომ უნდა მისულიყვნენ სპეციალისტი. ხოდა მეც გავჩვ. განა როდემდე გავჩვენდებოდი. ავდექი და მერე დავიწყე ბრძოლა. გავხდი ფსიქოლოგი და სადაც კი ამ პაპაჩემის დროინდელ ფრაზეს გავიგონო. გიჟების ექიმი ხომ არ ხარ? უმალ ვაყოლ. ვინც სიგიჟეებს ჩადის, ყველა გიჟი არ არის. და თუ გიჟების პოვნა გსურთ, თქვენით დაიწყე. ეს ხუმრობით, მაგრამ რა თქმა უნდა, ფსიქოლოგებსაც გვაქვს ჩვენი ეთიკა. ყველას უნდა გაუგოთ და მოусმინოთ. მათ შორის მათაც, ვისაც ჩვენი არ სჯერა. ამ YouTube არხის მიზანიც ესაა, მოგაწოდოთ ინფორმაცია ფსიქოლოგიის შესახებ. მოგიყვეთ არაერთი ისტორია, არ დაჯერებიდან დაჯერებამდის და დაგანახოთ. თუ რა როლი აქვს ფსიქოლოგიას თქვენს ცხოვრებაში. ვიმედოვნებ, რომ ამ ვიდეოს ბოლომდე უსმინე. და თუ ახლაც აქ ხარ, მადლობა რომ მისმენ, მინდობ და იზიარებ ჩემი პროფესიის ღირებულებას. ეს ნინის ფსიქოლოგიური სივრცეა. მომავალ ვიდეომდე გემშვიდობებით.